და მენეჯერებიც, მათ შორის უფრო ესაჭიროება ვიდრე ფინანსისტები და მარკეტოლოგები, სპეციალობები, რომელიც აქამდე ყველაზე მოთხოვნადი იყო და ეს ბიზნეს სკოლებს აძლევდა ბიძგს. დღეს ისინი, როგორც ვთქვით, ახალ სტრატეგიას ეძებენ აბიტურიენტების მისაზი და კონსულტაციას ევროპელ ექსპერტებთან გადიან. ერთი მათგანი დანიცა პურგი, რომელიც ევროპული ბიზნეს სკოლების კოორდინატორია, დღეს თბილისშია და მას მიშა სესიაშვილი ესაუბრა. სიმენი 185 ბიზნეს სკოლას აერთიანებს მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მაგრამ ახლა განსხვავებულ ქვეყნებში შესვლაც გვინდა. კავკასიის უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ჩვენი ასოციაციის წევრია და დიდი ხანია თანამშრომლობთ. საქართველოს ჩვენთვის საინტერესო ქვეყანა გახდა. ყოველწლიურად 15-20 მოსწავლე ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენთან სასწავლებელში, მათ შორის საქართველოდანაც. ვეხმარებით მათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალში შესაძლოა ისინი ბიზნეს პარტნიორებიც გახდნენ. დღეს საქართველოში ბევრს უნდა ბიზნესის სფეროში განათლების მიღება, მაგრამ ბოლო დროს ხელისუფლება აქცენტს პროფესიული და ტექნიკურ განათლების აუცილებლობაზე აკეთებს. ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ ბიზნეს სკოლის სტუდენტები, ვინც მენეჯმენტს სწავლობს? საინტერესო თემაა დღეს ბევრს საუბრობენ მსოფლიოში სწავლების ახალ მეთოდებზე, განათლების მიმართ ახალ მიდგომებზე. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ის მიმართულება უნდა აერჩიოს, რომელიც მას უფრო მეტად სჭირდება და პირველ რიგში პროფესიონალიზმზე უნდა გააკეთოს აქცენტი. რა თქმა უნდა, ქვეყანას კარგი პროფესიონალები სჭირდება, განსაკუთრებით ტურიზმში. მეორედ ვარ საქართველოში და ჩემს სასტუმროში ვნახე, რომ მომსახურების დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს ტურიზმში, ისინი დასჭირდება ჰოსპიტალურ სექტორშიც, პოსტაშიც, მაღაზიაშიც. ყველა ეს სერვისი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რეფორმის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ამიტომ მთავრობა მათ აუცილებლად უნდა დაეხმაროს. არა ისე, რომ პირდაპირ ფული გადაუხადოს, არამედ მისცეს მაგალითად მიწა, შენობა. ინგლისის მთავრობა მაგალითად სკოლებს 2000 პროფესორი გაუგზავნა, რომლებიც უშუალოდ ბიზნესში გამოცდილების მქონე სპეციალისტები იყვნენ. ასეთი ფორმით დახმარება უფრო ჭკვიანური იქნებოდა.